ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანში ერთ-ერთ ადგილობრივ ბაზაზე განლაგებულ სატვირთო და სამხედრო თვითმფრინავებს, ასევე ნავებსა და საბრძოლო მასალების გადამზიდ სხვა სატრანსპორტო საშუალებებს დაარტყა. ვაშინგტონი შესაბამის ვიდეო მასალასაც აუცილებს, რომელიც ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით ასახავს მოწინააღმდეგის სამხედრო საშუალებების განადგურებას. ამერიკა ისრაელის მიერ თეირანის წინააღმდეგ წარმოებული ერთობლივი სამხედრო ოპერაციის მე-12 დღის მონაცემებით, ამერიკული მხარე აცხადებს, რომ მათ სამიზნედ იქცა 5500-ზე მეტი ირანული ობიექტი, არა მხოლოდ ისლამური ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მათივე ცნობით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციების განადგურებაში ვაშინგტონს ხელოვნური ინტელექტიც დაეხმარა, რომლის დანერგვასაც მათ შორის სამხედრო მიზნების მიღწევაშიც სულ უფრო მეტი სახელმწიფო ცდილობს. ამასთან, ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის შედეგად დაღუპულ ამერიკელ სამხედროთა რაოდენობა 7-ს აღწევს.